რა გავაკეთე? დაუბრუნდით ეთერში. არ დაგიცნობ გამორიცხულებ. მე უნდა წარვადგინო, იმიტომ რომ ეს გორშაბათი დღიდან გადავედი 4 შაბათს, რომელიც ძალიან შემიყვარდა თავიდან, ანუ იმიტომ რომ ხილული სასწაულის დღეა ისევ ჩემთვის დღეს და რა თქმა უნდა ეს ხილული სასწაული, რომ დავიჯერე სასწაულის, ეს არის სალომე ონაშვილი და მობრძანდი სალომე არაჩვეულებრივი ქალური ამბები. დიდი მადლობა. სასწაულად გამოიყურები, ძალიან კარგად გამოიყურებით. ძალიან მანებივრებთ კომპლიმენტებით. ანდრი, ისე კარგად გაცვია ყოველთვის, რომ ჩემ რუბრიკაში უნდა მოგიწვია ერთხელ, ხო? ქალურ ამბებში? ქალურ ამბებში. იმ ერთი დღით მაშინ გადააკეთე კაცური ამბებად გააკეთე. კაცური ამბები. რატომ მიწევ? სტილის გამო მიწევ? სტილის გამო გიწევ და ასეთი სიმპათიური რა ხარ ყოველთვის და ასეთი გემოვნებია. სიმპათიური რო ვარ, დედმამას მადლობა. მე გავალ, შეიძლება. მე საერთოდ წავალ, ისეთი კარგები არიან. კი, თავის მავლის ფრიკების გვექნება ნატუკა და შენც მოგიწევ აუცილებლად. ერთად მოგვიწვია, მაშინ რომ ქალურ კაცურ ამბებში გავიდეს. მასაც ჩვენი ხრიკები გავამდოთ სალომეს. დღეს ყაზანკა სტუმარი ხო? აი, ყოველთვის მანებივრებთ კომპლიმენტებით და ნამდვილად ასე გულწრფელები ვართ, თქონდ მართლა. დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ყოველთვის განსაკუთრებული სტუმრები მყავს ხოლმე და დღესაც არ არის გამონაკლისი. ჩვენი ხშირი სტუმარი გახლავთ, ყველასთვის საყვარელი ადამიანი. ყველასთვის საყვარელი ასტროლოგი, ნუმეროლოგი ნინა სოსლავა მინდა რომ მოვიწვიო, რომელიც გვესაუბრება, რა დროს უნდა შევიჭრათ თმა, რომ უფრო გაგვეზარდოს, ასევე ტატუს მნიშვნელობაზე გველაპარაკება, იმიტომ რომ ხშირად ისეთი ტატუ გვაქვს, რომ მისი მნიშვნელობა არ ვიცით და ესა უბრალოდ ლამაზია, მომეწონა, დავიხატე. თურმე არ ხდება. და ნინა გვესაუბრება ამ ყველაფერზე და ნინა გთხოვთ. მხოლოდ გაიზარდეთ. მოგესალმებით. კი. მარტი ქალბატონების არის და ყოველთვის ასტროლოგია დროის ვიწევთ. ნინას დღეს გამონაკლისი არის და ასევე ნინა თავის მოვლის თავის მოვლის ხრიკებსაც გაგვიზიარებს ჩვენ და ჩვენს მაყურებელს და ასეთი ლამაზი როა ყოველთვის ასეთი მოწესრიგებული ძალიან საინტერესოა თვითონ როგორ უვლის თავს. ნინა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიხარია რომ ჩემი რუბრიკის სტუმარი ხართ და პირველი კითხვა უნდა გკითხოთ რომ აი ყოველთვის ესეთ ფორმაში როგორ ხართ და თქვენი მოვლის ხრიკები რომ გაგვიზიაროთ. პირველ რიგში მადლობა თქვენ ანალოგიურად მოწვევისთვის. ხო, ესე იგი, ცოტა ჩემს უჩვეულო სფეროა და მიმართულება, რადგან ძირითად შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ბუნებრივების მომხრე ყველა მხრივ. მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე რაიმე კოსმეტიკური სერიოზული პროცედურების განხრით, რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, ანუ ყველა ისე უნდა გრძნობდეს საკუთარ თავს, როგორც მას მოსწონს და როგორც მისთვის არის მისაღები. თუმცა ამ შემთხვევაში მოდი ვიტყვი ეს რაღაცას, რომ ძირითად შემთხვევაში რაზე ვზრუნავთ, რომ ვიზუალურად გამოვიყურებდეთ კარგად. მაგრამ ეს ჩვენი ვიზუალური მხარე საიდან მოდის? შიგნიდან, რა თქმა უნდა, შინაგანი მდგომარეობა. თუ შინაგანად ადამიანი არის კარგად, თუ შინაგანად საკუთარ ენერგეტიკულ სხეულს, საკუთარ მოდი, შინაგან ჯანმრთელობაზე ზრუნავს, აუცილებლად იქნება ვიზუალურად კარგად, ნებისმიერი ჩარევის და ნებისმიერი ცვლილების გარეშე. და თან აქვე არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც დავიბადეთ, ხო? ანუ რაც მოგვცა ამ შემთხვევაში მშობლებმა სამყარო და რაღაც მომენტში ალბათ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი. თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თუ გვაქვს რაღაც პრობლემა თუ ვერ ვღებულობთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ საკუთარი თავი მოგწონდეს, თუმცა მე მაინც ამ შემთხვევაში ვემხრობი იმას, რომ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ვართ, რადგან თავარია ჯანმრთელობა, მოკლედ. და მაინტერესებს თუ არის კალენდრის მიხედვით თუ იჭრით თქვენ თმას. ხო, ახლა რაც შეეხება ამას. ზოგადად არის ძალიან საინტერესო მომენტი ვაქცევ ყურადღებას ამ შემთხვევაში, ოღონდ ჩემიდან გამომდინარე, იმ რაღაც კონკრეტულ დღეებს, აი რასაც ვაკეთებ, ეს არის რა თქმა უნდა თმის შეჭრა, ან პირობითად თუნდაც აი თუ რაიმე ესეთი მსგავსი პროცედურის ჩატარება მინდა, რა თქმა უნდა ვაქცევ ყურადღებას დღეებს. და იმ შემთხვევაში რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს, უფრო მოდი ასე ვთქვათ, ჯანსაღი იყოს. ვიჭრი ყოველთვის მზარდი მთვარის პერიოდში და ვიჭრი მაშინ, როცა მთვარი არის კუროში ან ლომში. როგორ განაპირობებს? ნინა, რატო არის აუცილებელი, რომ ამ მთვარის კალენდარს მივაქციათ ყურადღება? რატომ არის აუცილებელი? ამ შემთხვევაში მთვარის დღები განაპირობებს იმას, თუ როგორი ენერგია აქვს ამ კონკრეტულ დღეს. თუ არ გვინდა რომ სწრაფად გაგვეზარდოს, შეგვიძლია პირიქით კლებადის დროს შევიჭროთ, თუ გვინდა რომ სწრაფად გაგვეზარდოს, მზარდის დროს. რაც როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება ვიღაცებისთვის საკმაოდ კარგად მოქმედებს. ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას. რაც შეეხება უშუალოდ მთვარის დღეებს, კურო არის კარგი, ანუ როდესაც მთვარე კუროში არის იმისთვის, რომ იყოს უფრო ჯანსაღი, ხოლო ლომი იმისთვის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ის ვიზუალი, რომელიც
გვინდა რომ გქონდეს. სტილისტის და ენერგეტიკას თუ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგვაჭრის? კი, მაგასაც აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნეგატიური ადამიანი და რა თქმა უნდა ადამიანი ზოგადად როგორ არის ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩვენთან შემხებლობაში არის ნებისმიერი მიმართულებით თუნდაც მაგალითად ელემენტარული აი ხშირად გვეუბნებიან ხოლმე რომ აი ისეთ ხელზე შემჭრა ამ სტილისტმა რომ თმა არ მეზრდება და წუწუნებენ ხოლმე და მეც მქონია პრაქტიკაში რომ ერთ სტილისტთან შემიჭრია და მალე გამზრდია მე მეორესთან აღარ მეზრდება. მე მეორესთან იჭრის სულ ხოლმე ხო ისთანაც. მაგრამ არა მასეც არ არის ხანდახან არის ხოლმე რომ კი ეთყობა მთვარის კალენდრის მიხედვით. აი ეგ უნდა მეთქვა, ეგ უნდა მეთქვა სტილისტის ენერგეტიკაზე. ზოგადად ნებისმიერი ადამიანი რომელთან შემხებლობა გვაქვს თუნდაც ჩვენ ახლა როცა აქვს ხედვართ ჩვენ ენერგეტიკული მიმოცვლა გვაქვს ხო ანუ ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს კომუნიკაცია და ენერგია თავისთავად მიმოიცვლება რაც უფრო ახლო კონტაქტია ნუ თვას ეხება ხო თმა ინახავს რა ჩვენს ინფორმაციას იმას რასაც ჩვენ ვაგროვებთ ისევე როგორც ფრჩხილები შესაბამისად რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ადამიანთან შემხებლობა მისი ენერგია ჩვენზე გადმოდის ხო შეიძლება ასევე ძალიან ძლიერად მოქმედებს აი მაგალითად მასაჟის დროსაც ენერგეტიკული მიმოცვლა ძალიან ძლიერია აქ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ვის ვირჩევთ აი და სხვადასხვა არის გამიგია რომ აი ჩემი სტილისტი ამბობს ხოლმე ზოგჯერ რომ აი თმას რო იჭრიან ზოგს თმა მოჭრილი მიაქვს უკან არ ტოვებს ხოლმე და კი რატო აკეთებენ ამას იმიტომ რომ აი როგორც უკვე ვახსენეთ თმა იმახსოვრებს ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ანუ ყველაფერი ჩვენ სირგულ ხდება ჩვენი თმა ამას იმახსოვრებს ისევ როგორც ფრჩხილები როგორც უკვე ვახსენე ამიტომ რაღაც მომენტში აი ეს პატარა ხრიქს გასწავლით თუ ხდებით რომ ძალიან დამძიმებული ხართ ისინი ვინც განსაკუთრებით გაშლილ თმას ატარებენ ხშირად და ვერ გრძნობენ თავს კარგად შეუძლიათ რომ აი ესეთი მარტივი მოქმედებით ის ნეგატივი რომელიც დაგროვდა მოიშორო ესე იგი თმა ავიღეთ იმიტომ რომ ძალიან დიდი მინდეთ ასე ნეგატივი და მე ამას რა დავიშვა მე რა შევიკრა და ჩამოვიწიო მითხარი წვერიც ანალოგიურად კი სხვა შეიძლება რატო იმიტომ რომ ძველ დროში რატო ქონდა ძირითად შემთხვევაში გრძელი თმა იმიტომ რომ რაც უფრო ინფორმაციას უფრო მარტივად და კარგად აღიქვამდა ნინა, გიხვეწე ბუდიში რომ გაწყვეტინებ. ჩვენ ვიღებთ თმას კიდევ ერთხელ მოდი გავიმეოროთ. უბრალოდ მარჯვენა მარცხენას შეგვიძლია არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ის ინფორმაცია რომელიც აგროვილი შეგვიძლია რომ მოვიშოროთ. მოვიშოროთ, სადმე გვაქვს აი რაღაცა ხო, უბრალოდ დავფერხოთ კი. თუ წყალს გავატანოთ თუ არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ შეგვიძლია რომ ანუ თუნდაც ხელები დავიფერხოთ ან გადავილოთ ესეც უკვე ინფორმაციის რაც დააგროვა ნეგატივი ის აუცილებლად მოშორდება და სხვა შორის აი კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გავრცელებული ფაქტი ქალბატონები დაშორების დროს რომ იჭრიან თმას მოკლედ ის ენერგია ის ინფორმაცია კი ის ენერგია ინფორმაცია რომელიც დააგროვეს აღარ უნდათ იშორებენ ამით რეალურად რას აკეთებენ რას გვერჩევთ უნდა შევიჭრათ თუ არა ეს არის ამ შემთხვევაში ადამიანზე დამოკიდებული მაგ დროს რას აკეთებენ ენერგიას ანულებენ განახლებას აკეთებენ ცუდი არ არის ნებისმიერ მომენტში როდესაც ადამიანს სურს რომ აი მაგალითად რაღაც თუნდაც ცუდ სიტუაციაში არის აი რაღაც გამოვალ მდგომარეობაში არის ამით აკეთებს განახლებას ის ინფორმაციული რაღაცა რაც დაგროვდა თავისუფლდება. შესაბამისად არ არის იგივე აბედმყოფობის შემდეგაც კარგია იგივე ქმედება. კი, ნებისმიერ მომენტში რასაც გვინდა რომ კრიტიკულ სიტუაციებში უარყოფით სიტუაციაში. მართალია, მე ხან წითლად ვიღებავდი ხარ რაღაცა, როდესაც ცუდი პერიოდი მქონდა. მოქმედებდა ხოლმე კარგად და გარდა ამისა, როგორ მოქმედებს, ასევე თუნდაც ეს ქმედება. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, ხო? რომელიც ჩვენი თვალის ფერი, თმის ფერი და ასე შემდეგ განისაზღვრება ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კონკრეტული ენერგეტიკული ცენტრი, სადაც ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. ნებისმიერი манипуляცია, რომელსაც ვახორციელებთ. უმნიშვნელოც კი, თუნდაც ელემენტარულ მაგალითად ყურის გახრედა თმის შეჭრა. შეაქვს ცვლილება აი ამ ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრში და შესაბამისად შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე დადებითად, ან მოგვიტანოს წარმატება, ან პირიქით იმოქმედოს უარყოფითად. შესაბამისად თითოეული პატარა ცვლილებაც კი სულის გარკვეულწილად ჩვენ ცხოვრებას. ნინა, როგორ უნდა მივხვდეთ, რა ეს რაიმე თუნდაც ყურის გახრეტა ან ტატუ პირობითად ცუდად აისახება ჩვენზე? ხო, ახლა ამ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ. როგორ განსაზღვროთ ეს? ყურის გახრეტა მაინც ასე თუ ისე უმნიშვნელო მომენტია, რასაც ძირითად შემთხვევაში ყველა აკეთებს და რა თქმა უნდა, აქაც ინფორმაციის ცვლილება ძალიან მინიმალურია. თუმცა, რასაც ვერ ვიტყვით ტატუსთან მიმართებაში. როცა ვიხატავთ ტატუს, შემოგვაქვს იმ რაღაც კონკრეტული ნახატის ან წარწერის ინფორმაცია ჩვენს აი ამ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ენერგეტიკულ ცენტრზე, ხო? ვახდენთ რაღაც ზემოქმედებას. შესაბამისად, შეიძლება რომ იყოს წარმატების მომენტი, შეიძლება რომ პირიქით ძალიან ნეგატიურად დაისახოს. ამ შემთხვევაში როგორ შეგვიძლია რომ მივხვდეთ? რომელი აკრძალული ნიშნები მაგალითად რაც არ უნდა დავიხატო? ყველა ადამიანისთვის შეიძლება რომ იყოს სხვადასხვა, თუმცა არის რაღაცები, რაც არ არის სასურველი. აი მაგალითად ჩაკეტილი წრეები არ არის სასურველი, თუ არ გვინდა რომ კონკრეტულ სულ მუდმივად იმ მდგომარეობაში